მოგესალმებით საღამოშრომის. მე ვფიქრობ, პირველი ეს აჩვენებს არის, რომ ვითარება არის არამყარი ძალიან ივანიშვილისთვის. და როდესაც ამ ტიპის ადამიანების ცვლი და არა რიგით მინისტრებს, ყოველთვის შენ ცვლი შეიძლება გასაკუთარ მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. და მსგავსი ტიპის ესე იგი პორტფოლიოს მატარებელ ადამიანებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს ფუნდამენტური განცდა იმისა, რომ არ ხამყარად და ძალიან დიდი შიში. ჩემთვის რა შტაბეშებას ვსტოვებს თავას ეს ყველაფერი არის შიში. ივანიშვილი ჩვენ ვიცით რომ არის საკმაოდ პარანოიული ადამიანი, ის არავის არ ენდობა აბსოლუტურად და მან ამავე დროს ძალიან კარგად იცის რომ რეალურად ის ვითარება რომელშიც საკუთარი თავი ჩაიგდო ამ რეჟიმის ხელით, de facto რეჟიმის ხელით, არის ძალიან არასახარბიელო, ხო? ჩვენ ვიცით რომ მას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია და მას ეს ადარდებს, ეს არ არის ისე რომ მე რა მოიქრება, ხო? მას ადარდებს ლეგიტიმაცია, ჩვენ ნახეთ ეს, ხო? სხვა თუ არაფერი კანონები მიიღეს, რომლითაც დაგვავალეს, ხო? დაგვავალდებულეს მათი ლეგიტიმობის აღიარება. ანუ სისხლის სამართლის წესით შეეცადნენ იმის მიღებას, რაც სხვა მხრივ, სხვა გზით, სხვანაირად ვერ მიიღეს. ხალხისგან დემოკრატიულად ვერ მიიღეს. ყობახიძე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ამ ცვლილებების ბატონო? მე ვფიქრობ, ვითარების დაკარგვის ეშინია, სიტუაციის კონტროლის დაკარგვის ეშინია, ყობახიძესაც დაწვეული ეშინია და ზოგადად არავის არ ენდობა. ის არის ფუნდამენტურად ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა. და ჩვენ გვახსოვს, ხო, ყობახიძე ამ წამს არის, ხო, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, ხო, de facto რეჟიმში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილი იყო იქამდე. სად არის დღეს ღარიბაშვილი? ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო უზომოდ გავლენიანი კაცი ამ ქვეყანაში, ხო? ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი. სად არის დღეს ის? ჩვენ გვახსოვს თავდაცვის მინისტრები, რომელთაგან თითქმის ყველა არის ციხეში დღეს. იყვნენ გავლენიანი, მაგრამ დღეს არიან ციხეში. ჩვენ გვახსოვს როგორ გიმტკიცებდნენ თქვენ თუ იტყოდით კითხვაში, ან მე თუ ვიტყოდი როგორც პოლიტიკოსი, მე ომის პარტია ვიყავი, იმიტომ რომ ამბობდნენ კორუფციაში ჩამხრჩვალია ეს რეჟიმი. და მე გამოვიდნენ და თვითონ თქვენს იგივე. ამიტომ მათ 9 პარასკევი აქვს კვირაში, როგორც გადავტრიალდება ბატონ ბიძინას გონება, ისე იქნება ყველაფერი და დღეს ეს კაცი ახლა ჯერ კიდევ ვითომ მყარად რო არის ყობახიძე, აი ხვალ, აგერ მე, აგერ თქვენ ღიათაში საუბრობ, ისე როგორც ღარიბაშვილზე საუბრობთ, ისე როგორც ლილუაშვილზე. ეხლა ყობახიძეზე ვაბობ იგივეს, ყობახიძეც ხვალ მიუჯდება გვერდით. არ ვიცი ხე საპატრიარქოში იქნება თუ არა, აუცილებლად მიუჯდება. აი როგორც არიან ბატონები ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ეგრევე და შევა უარესად კიდე უარესი მუხი, მასზე იმდენი რაღაცაა რეალურად, ხო? ყობახიძის გასამართლება თუ მოინდომა ნებისმიერმა შემდგომმა პრემიერ-მინისტრმა იგივე ადმინისტრაციის, ხო, თქვა, უბრალოდ იგივე რეჟიმის სხვა ადმინისტრაცია. უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით შეიძლება. არის აუცილებელი, რატო მარტო? მე არ მგონი მაინც რა სამართლებრივი საბაბით შეიძლება ყობახიძე მიუჯდეს გვერდით ღარიბაშვილს და ლილუაშვილს. არც მაგაში უნდა შევიდეს პროკურატურა, თუ დაინტერესდება და თავისუფალი საქართველოს პროკურატურა შევა ერთ დღეს მაგ საქმეში აუცილებლად. მე ვერ დავიწყებ მარჩილობას, მით უმეტეს ხე ქოცური რეჟიმის პროკურატურით ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ მე იმასაც მივიჩნევ, რომ სალამ სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში. მე მივიჩნევ, ყველა პოლიტპატიმარი არის, ანუ მე ლილუაშვილზეც და ღარიბაშვილზეც კი, ღმერთო რა დრო არის მე რომ ამას ვამბობ, მაგრამ აი ესეთია ისტორია, ხო? მე მათაც მივიჩნევ, რომ მათ მიღված არ ვიცი, მე რამდენად ადეკვატური მართლმსაჯულება ახსოვდა. მე ვინმე კი არ უნდა მომწონდეს იმისთვის, რომ თქვა, რომ აი ეს პოლიტპატიმარი არა, ჩემთვის პრინციპია წმინდა და წმინდა. სანამ სასამართლო არ გაგვაჩნია, ჩემთვის ეს ადამიანები პატიმარია, სანამ სასამართლო არ გაგვაჩნია, თქვენ ამბობთ, რომ უსამართლო პატიმარია. სანამ თავისუფალი სასამართლო არ იტყვის, რომ ესათვის პირი არის დამნაშავე, ყველა პირი არის უდანაშაულო. ხო, მაგრამ ყობახიძის საკითხს დაუბრუნდეთ რა, აგერ ხართო თქვენ და აგერ ვარ მე, ხო, იმიტომ რომ მე უფრო მეტი არგუმენტი მოხდა, ხალბატონო ემა, ისეთები მოხდა, მარტო ქვეყნის ისეთი სუბვერსია მოხდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, ხო? ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოდან ისეთი გასვლა მოხდა მის მიერ და მისი რეჟიმის მიერ, მარტო ეგ არის ნებისმიერი, არ ვიცი, ბაკალავრი იურისტი მოკიდებდა მაგ საქმეს ხელს და გაასამართლებდა ამ კაცს იმისთვისაც დამართა ქვეყანას მისმა რეჟიმმა. იმიტომ რომ ყობახიძის ავტორობით მასობრივი ადამიანის უფლებათა დარღვევები ნახეთ, მასობრივი, დოკუმენტირებული. რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამ გადაწყვეტილებებს ყობახიძე ერთპიროვნულად იღებდა? არ ვიცი, ვინ იღებდა, სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, ის გამოც დღეს ციხეში ის, ან მოიაზრება რომ დაიჯდეს. ის იყო რეჟიმის სახე, ხო? ყობახიძე ასევე არის რეჟიმის სახე. ეხლა იქ ბავშვებს უწყავდნენ 30 კილოგრამიან ფეხსაცმელ სახეში.
ხარება რეებში შედიოდა გვახსოვს ხო? არ ვახსოვს აგროპოლიტიკური კურსის გადაგვარება, არ ვახსოვს ტროტუარებზე ადამიანების დაჭერა და კანონების მიღება, რაც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ეს ძალიან მძიმე ამბავია და ეს კობაქიძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ჩემზე კარგად უნდა იცოდეს ნამდვილად. ან თქვენ ხარ რას ამბობთ, რომ აი რასაც მაგალითად აი ბევრი საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაცია, მაგრამ აი ერთ-ერთი ბოლო იყო მოსკოვის მექანიზმის კვლევა, ხო? აი რასაც მოსკოვის მექანიზმი ედავება ქართულ ოცნებას, თქვენ ფიქრობთ კი არა და ფაქტობრივად დარწმუნებული ხართ, რომ შესაძლებელია ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა დაიჭიროს კობახიძე და მას დააბრალოს ყველაფერი? არათუ შესაძლებელია კობახიძის ადგილას ლოცვას გავაძლიერებთ, იმიტომ ეს არის ლოგიკა, რომელიც ივანიშვილს აქვს. ხო, რას აკეთებს ის? ხო, იყენებს აი სხვადასხვა პაიქს იყენებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან რაც გინდა ის უწოდეთ, ასე ეძახდა, ხო, არებაშვილს. რაც გინდა ის დაუძახათ. ახლა კოლეგა რო შეზე მაგას იტყვის, თუნდაც უფროსი კოლეგა, ხო? რაღაცა კაცობა ღირსება, რა სიდის ხონდა გეყოს ამ კაცთან აღარ გულ, მაგრამ არაფერი, ეს მიუცუცქდნენ, პუდელივით გააგრძელა მუშაობა. ეხლა უთქვა, შევდა წახვიდე ციხეშიო, წავიდა პუდელივით ციხეში. ხმა არ გაუღია. ხმა არ გაუღია. თავის კი არ დაუცავს. არც ის არ უთქვამს, რომ არა ვარ კორუმპირებული ან რაღაც ხო, ვიღაცები გამოვიდა მე ოჯახიდან, თქვენს რომ არა, ჩვენი ირაკლი არ არის ეგეთიო. გასაოცარი კაცი არის, ხო, გასაოცარი იქნება, ყველა მილიონებად აქცია ოჯახში, აბსოლუტურად. ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ცოლის ძმა, იმის ძმა, ამის ძმა, გასაოცარი კაცი ყოფილა, ესე იგი მთელი დინასტია გაავდით რა. შესანიშნავი კაცი ყოფილა, როგორც ოჯახის წევრი, ხო, მაგრამ რა გზით? ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, აი იმ ბავშვების ფულიდან. აი პენსიონერს დაუმატეს 20 ლარი და რამეზე ხმას რომ მოიღებ ფული არ აქვს ყველაფერზე. ესე იგი პენსიის გასაზრდელად წარმოგიდგენთ ფული არ გვაქვს. ბავშვებია შემშილობენ ამის გადასაჭრელად ამაზე თქვენ კარგად იცით 6 წელია ლელომდეც და 7 წელია სულ ლაპარაკობ ამ პრობლემაზე ყოველი მეოთხე ბავშვი შემშილობს და ამისთვის ამაზე დამცინავ პასუხს ვიღებდი ყოველთვის. მათ შორის კოცებისგან და არა მარტო რომ არა ფული არ გვაქვს რა ვქნათ გაჭებული კაცო ფული ქონია იმისთვის რომ წაიღო ვიღაცას და კომოჩი ჩაედო 9 მილიონი არასტაბილური ვითარება ბავშვში იმისთვის ფული არ აქვს აი ესეთ ქვეყანაში მე არ ვიდაგებ ქვეყანაში მესმის აბსოლუტურად არასტაბილური ვითარება ქართულ ოცნებაში წესით ხო ლოგიკა ამას გვეუბნება რომ ხელს უნდა აძლევდეს ოპოზიციას არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფლანგზეა ეს ოპოზიცია რაიმე ალიანსშია გაერთიანებული თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცურვაში ან რა ვიცი საპარლამენტო ოპოზიციაში თუმცა ექსპერტები ადამიანები ვინც ვისაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს და გულშემატკივრობენ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ამბობენ რომ ასეთი სუსტი ოპოზიციური ფლანგი როგორც დღეს გვაქვს საქართველოში არასდროს ყოფილა ანუ საუბრობთ რომ არასტაბილურობა ქართულ ოცნებაში და ამ არასტაბილურობის ფონზე სუსტდება ოპოზიცია ანუ რა ხო მე არ ვეთანხმებ თლად ამ შეფასებას მე გეტყვი ოპოზიცია რა თქმა უნდა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში იმიტომ რომ მას უპირისპირდება ამხელა მონსტრული მანქანა რომელიც სხვადასხვა გრძალავს ოპოზიციას ცდილობს ყოველ შემთხვევაში აგრძელოს პარტიები ადამიანებს იჭერს ტროტუარზე რომელსაც შეზღუდა გამოხატვის ყველა ფორმა, ყველა თავისუფლება, რომელსაც ყველა ტიპის ფინანსური წყარო ჩაკეტა ქვეყანაში და ყველა შეაშედა და აშინა, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ოპოზიციამ შეძლო და წელიწად ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში, მეტი ხნის განმავლობაში ეს რეჟიმი არის არსებითად დელეგიტიმირებული. ამ ოპოზიციამ შეძლო და შეინარჩუნა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ძალიან მაღალი. ამავე ოპოზიცია მე შევა კრიტიკული ვიყოს ზოგიერთ ოპოზიციურ ჯგუფზე და პარვალავ ხოლმე ხო ლაპარაკობ ეთერებშიც იციან კოლეგებმაც იცით ძალიან კარგად თქვენს მაგრამ ამ ოპოზიციამ მე აზრსაც არ უნდა ვიყო და თვით კრიტიკულობის რა მასშტაბიც არ უნდა მქონდეს ხო და ჩემ თავზეც ვარ კრიტიკული ხო მაგრამ სხვაზე კი არა მარტო ამ ოპოზიციამ შეძლო და მიიღო უფრო მეტი ხმა ვიდრე მიიღო ქართულმა ოცნებამ უბრალოდ პირველი ჩვენ ვერ დავიცავით ეს ხმა 2024 წელს და მეორე ჩვენ არ მიგვიყია კრიტიკულად დიდი უპირატესობა და აი ეს არის მნიშვნელოვანი. თავი და თავი არის ის კი რა ვერ მივიღეთ საქმეს, მივიღეთ ძალიან ბევრი იმისთვის რომ ნორმალურ ქვეყანაში შეგექმნა კოალიცია, ახალი მთავრობა, ჩვენ შევქმნით ამისი პრეცედენტი და მივიღეთ ხმა, მაგრამ იმისთვის რომ არანორმალურ ქვეყანაში, არანორმალურ ვითარებაში მოიგო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამისთვის ვერ შევქმნით საკმარისი სამწუხაროდ მიზიდულობა და ვერ მივიღეთ უფრო დიდი უპირატესობა ამის ხაზგასმა მინდა, ვიდრე იყო შესაძლებელი. აი ეს არის პრობლემა. თუ მე არ მგონია ოპოზიცია სუსტია, არც იმას ვეთანხმები რომ ახალი ძალები უნდა გამოჩნდეს, ეს ძალიან დიდი და ძალიან საშიში გამოჩნდეს. მივესალმები თუ უნდა, მაგრამ იმიტომ კი რომ არ მინდა გამოჩნდეს, მაგრამ
პრობლემას მინდა სახელი ერქვას. პრობლემა იმაში კი არა, რომ ძალები გვაკლია პოლიტიკური, არა, პრობლემა არის იმაში, რომ ხმების დაცვა ვერ მოხდა 2024 წელს ერთი მხრივ და მეორე პრობლემა არის იმაში, რომ ახლა რა თქმა უნდა რეჟიმს აქვს მიცემული გარკვეული ფორა იმისათვის, რომ მან სცადოს და გარკვეული ტიპის მონოპოლიას მიაღწიოს. აი ამ ფორას ვინ აძლევს? იგივე, ეხა არ მითხრათ მაინც ხო, აი ვითარება ზოგადი სიტყვა, ცოტა ახლოს მივახლოვდეთ დაუშვათ იმ პრობლემებს, რაც თვალსაჩინოდ მოვლენებს, მოდი ასე ვთქვათ, ვისთვის არის პრობლემა, ვისთვის შეიძლება არა, მოვლენებს, რომელიც ვითარდება ოპოზიციურ ფლანგზე. ეხა არ მითხრათ, რომ არ ადევნებთ თვალს იმას, რა ხდება ოპოზიციურ ალიანსში და სადამდე არის მისული ეს დაძაბულობა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მაინც არ დავიჯერებ. ადევნებთ თვალს მით უმეტეს თქვენ გქონდათ შემოთავაზება არაერთ გზის მათგან, რომ ამ ოპოზიციური ალიანსის ნაწილი გამხდარიყავით, მაგრამ უარი თქვით. აი ძალიან საინტერესოა ამ გადასახედიდან, ამ პროცესების ფონზე კიდევ უფრო რწმუნდებით თუ არა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ძალიან საინტერესოა აი ესე როგორ ვთქვა, შორიდან შემფასებლის პოზიციიდან, ხო, ობიექტური შემფასებლის პოზიციიდან, ვინ არის მართალი, ოპოზიციური ალიანსი თუ მიხეილ სააკაშვილი? მე არ შევალ და ვერ შევალ მაგ პოლემიკაში, თქვენ ძალიან კარგად იცით, ცხადია, ეს უბრალოდ არ არის ჩემი საქმე, ჩემი ადგილი არ არის, რომ რაიმერების შეფასებები გავაკეთო. მე ნახეთ, ჩემთვის უბრალოდ მარტივ ერთი რამ, ხო? პირველი ლელომ ძლიერმა საქართველოს მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე დავარწმუნდი ამ გადაწყვეტილების ისტორიაში, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით ორგანული ამ ამბავში და ეს ძალიან ღია თქვით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ყოფნა არის ორგანული. მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთ პარტიები ერთმანეთისთვის ხარ შექმნილ პარტია იქნება იმისთვის, რომ გარკვეულ ჯგუფს საზოგადოებისა უთხრას, რომ მე ვარ შენთვის მოსაწონი შემდეგი ხელისუფლება, ხო? მე რა პროცენტი დაწილდება ვის რამდენად გონია რომ აი ამ ხალხმა უნდა მართოს, აი ამ ხალხმა. ეს არის უკვე თავისუფალი დემოკრატიული არჩევის გამოსარკვევი, ხო? მაგრამ პარტია იქნება იმისთვის, რომ ხალხს ესაუბროს. ახლა მე რო ვიცი, რომ ჩემი ამორჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა არ მხედავს იქ და არც არასოდეს არ მხედავდა იქ. ეს არის ჩემთვის თავი და თავი და არა რა სიტყვის რომელიღაც კოლეგა პოლიტიკოსი თქვათ. რომ მე მინდოდა ყოფილიყო ლელო აქ, უნდა ყოფილიყო, რატო უნდა ყოფილიყავი? მაგრამ მე მკვიდრობითი რაღაც ის მე როგორ რაღაც ვალდებულება რომ სადმე ვიყო, არა, მე უნდა ვიყო იქ, სადაც გონია სწორი ამ პოლიტიკური ბრძოლისთვის, ჩემი ამომრჩევლისთვის და ჩემი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და ლელო დღეს არის ზუსტად აქ. სად? იმ გზაზე, ამ ალიანსის გარეთ, იმ დამოკიდებულ გზაზე, რომელიც ჩვენ ვიგვაჩნია სწორი. სადაც ჩვენ ვავითარებთ. ხო და რა ხდება ამ დამოუკიდებელ გზაზე? აი იქ რაღაცა მაინც ხდება, ხო? ვხედავთ, ანუ ვიცით ალიანსის გაცხადებული გეგმები ახლა აღარ ჩამოვთვლი. აგერ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, ალიანსი აბრალებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა რაღაცა ლიდერობა ამ ოპოზიციურ ფლანგზე არა და ალიანსის პრინციპები დაფუძნებულია სწორედ თანასწორ უფლებიან საფუძვლებზე და ასე შემდეგ. ანუ გახარიას ვხედავთ პარლამენტში არიან და არც უარყოფენ და რომც უარყონ სად დაიმალება და ამბობენ რომ ახლა ამ ეტაპზე ეს არის მათი ბრძოლი, პოლიტიკური ბრძოლის ფრონტი. აი თქვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა რას გულისხმობს და რას მოიცავს? ეს გულისხმობს აბსოლუტურად ყველა ბერკეტის გამოყენებით მუშაობას ყველგან იმისთვის, რომ მივახციოთ ახალ არჩევნებს, ის მიზანია ყველას გვაერთიანებს აბსოლუტურად ქვეყანაში და იმას, რომ მივახციოთ მეტი ახალი ამომრჩევლის მობილიზებას, იმიტომ თუ ნახეთ ჩვენი მიზანი არის ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მიზანი არ არის რაღაც ალიანსში ყოფნა, ანი არ ყოფნა, ხო? ჩვენი მიზანი არის დადებითი, რაც არის ამ ქვეყნის უკეთესობა. ამ ქვეყნის უკეთესობა ძალიან კონკრეტული და გაზომვადია, ხო? ეს არის ქოცური რეჟიმის დემონტაჟი მშვიდობიანი გზით. ეს არის ამ ქვეყნის დაბრუნება რეფორმის გზაზე და კეთილდღეობის და მშვიდობის გზაზე. აქედან არაფერი არ ხდება და ჩვენ გვინდა რომ ეს მოხდეს. ეხლა ამას შეიძლება ძალიან კონკრეტული ტიპის მუშაობა, კონკრეტული ტიპის ხალხთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა არის ამის გაკეთება და მერწმედ ამას ვაკეთებთ ყოველ კვირეულ რეჟიმში კიდევ უფრო გავაინტენსიურებთ, რა შეიძლება მეტი ახალი ამომრჩევლის შექმნა იმ სწორი პოლიტიკის შინაარსისთვის, რაც დღეს ჭირდება კრიტიკულად სასიცოცხლოდ ჩვენ ქვეყანას. მე არ მჯერა რომ ამას ჭირდება რაიმე ალიანსში ყოფნა,
არ ვიცი ვინ რას აკეთებს გულწრფელად გითხრათ, ყველას წარმატებას ვუსურვებთ, რომ კარგს აკეთებს ვინმე და თუ ეს დაეხმარება ამ რეჟიმის დემონტაჟს ყველას წარმატებას ვუსურვებ, მე არ დამინახავს რამე გამორჩეული ქმედება, რასაც ლელო არ აკეთებს რომელიმე სხვა ალიანსში. არ დამინახავს უბრალოდ აი რაღაცა ისეთი, რაზეც ჩვენც არ მუშაობთ ძალიან ბევრს. უბრალოდ ისევ და ისევ ვუსურვებთ წარმატებას, ოღონდ ყველას მთელი გულით. ერთ-ერთი რასაც ვხედავ ბოლო პერიოდში, რაღაცა ისეთი ინტენსიური, აქტიური კამპანია გაქვთ ანაკლიის პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ბოლო განცხადება იყო, თუ არ ვწდები, რომ უნდა აიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ააშენოს ანაკლიის პორტი. როგორ უნდა აიძულოთ? ანაკლი არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ამაზე გადმოვალ, საწვავის ფასები, ზოგადად ფასების კრიზისი, სოციალური ვითარება, დემოგრაფიული ვითარება, ჩვენი მიზანი და ინტერესი არის ვიმუშაოთ ამ ძნელ პირობებშიც კი ხო, ძალიან რთულ პირობებში, როდესაც რეჟიმი გეუბნება რომ უნდა აკრძალო, როდესაც გისამართლებენ ორ პოლიტიკურ ლიდერს და კოლეგას, როცა ყველა შესაძლო გზით გზღუდავენ, რაც არსებობს, ხო? ამის მიუხედავად ჩვენ გვწამს, ჩვენ ვართ პოლიტიკაში, მე რა თუ გზღუდავენ, გვებძვიან რაღაცა, ცდილობენ რომ რაღაცა შეგვოჭონ, ჩვენ ვართ პოლიტიკაში. ჩვენი მიზანი არის ხალხს მივცეთ ძალიან კონკრეტული ტიპის ხედვა ამ კრიზისზე, რატომ ვართ ამ კრიზისში, მაგრამ ასევე გამოსავალი, როგორ გამოვიდოთ აქედან, როგორ შევძლოთ უფრო მეტი სტაბილურობის, მშვიდობის და კეთილდღეობის მიღწევა. ანაკლია არის ამისი ერთი კონკრეტული მაგალითი, ხო? ჩვენ ვნახეთ ბატონი ანდრეული იყო ჩამოსული, მე შევხვდი მას პირადად ლელოდან და სხვა კოლეგები სხვა პარტიებიდან, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ვხედავთ ვილსონის გაუთავებელ განცხადებებს ამ თემაზე და მის აქტიურობას კონგრესში და რა თქმა უნდა ვხედავთ, რომ ზოგადად ინტერესი ანაკლის მიმართ არის სულ უფრო მზარდი. ამავე დროს შევიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი ტიპის უსაფრთხოების ქსოვილი ესე იგი შეიკრა, ხო? წრედი შეიკრა, მაგრამ ამას აკლია საქართველოს. ხო, როგორ უნდა აიძულოთ? ჩვენ ივანიშვილს რა თქმა უნდა ესპოდეს, უნდა შევახსოვოთ, რომ მას ერთადერთი კონსილი აქვს ანაკლია, მას სურს ტრამპთან და ევროკავშირთან ვითარების ნორმალიზება და ამით ვუბრუნდებით თქვენს წინა კითხვასაც კობახიძესთან მიმართებით. მე ვფიქრობ, რომ ცოტნე ივანიშვილის გამოსვლა იყო ბევრად უფრო შთამბეჭდავი რეზიუმე იმისა, თუ რა არის კობახიძეს, ვიდრე ყველაფერი ასე მე ვიტყვი დღეს, იმიტომ ცოტნე ესე იგი ივანიშვილი დაესხა თავს პირდაპირ ირაკლი კობახიძეს ძალიან პირდაპირ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს ცელი გამოუსვა და თქვა რომ მისთვის ეს მოსაწონი არ არის, ხა ცოტნე რომ მამის გარეშე არაფერს არ იტყოდა, ეს მე ვფიქრობ ყველასთვის არის სრულიად ცხადი, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ცოტნე ივანიშვილმა ცელი გამოუსვა ირაკლი კობახიძეს და კობახიძის რეჟიმს შეუყენა წყალი. გადარჩება თუ არ კობახიძე აქედან, მე არ ველი რომ გადარჩება. იგივე პრინციპია, ნახეთ რატომ მოხდა ეს. ეს ახლა ცოტნე ეს კი არ გაეხსნა, ახლა ფანტაზია არის, ხა დემოკრატია მინდა და გასაოცარი ადამიანის უფლებები. არა, ივანიშვილი არის კუთხეში მიმწყდეული. მე შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ის ესაუბრება ყოველთვის რეჟიმი, ესაუბრება ევროპელებს და ეუბნება რომ სურთ სტაბილიზაცია. ეს არის უთხუარი მოცემულობა, ფაქტი. და კობახიძე არ ჯდება უნდა შეეწირონ ამ სტაბილიზაციას? კი. კობახიძით სტაბილიზაცია ვერ მოხდება. თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა გარკვეული ტიპის სტაბილიზაცია, კიდევ საკითხია რა ფასად, ხო, და რის ფასად. მაგრამ თუ გადაწყვიტა რაიმე ნორმალიზება, კობახიძე ამაში არ ჯდება, იმიტომ კობახიძე არის თვითონ არ ჯდება როგორც პოლიტიკოსი, აქედან დავიწყოთ, ხო, მისი ტიპაჟით, მისი რიტორიკით, მაგრამ ამავე დროს კობახიძე არის ავტორი იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს თავს დატრიალდა ბოლო 2 წელში განსაკუთრებით. და სტაბილიზაციას იგივე კაცი როგორ გააკეთებს, რომელმაც ის ყველაფერი გააკეთა, რის გამოც ეს ქაოსი იყო, ხო? ქაოსი იყო მან შექმნა 28 ნოემბერს 2024 წლისა, ხო, როდესაც ევროპული კავშირისკენ სვლა შეაჩერა. ამას მოყვა, ხო, დიდი აქციების და ის დარბევას და უბედურებას. ამიტომაც ანაკლიაც იგივეა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მას ერთადერთი კოზირი აქვს ხელში, ეს არის ანაკლია, მას როგორც საქართველოს ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ და ის შეეცდება, რომ ამით ივაჭროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ ამიტომ ვეუბნებით მას და ყველას, რომ ეს უნდა მოხდეს სწორად, ეს ვერ გახდება რაღაცა ქოცურ რუსულ-ჩინური ვაჭრობის საგანი, იმიტომ რომ ეს არის საქართველოსთვის ეროვნულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უნდა აშენდეს გამჭვირვალედ გასამართლებული პოლიტიკური ლიდერები ჩართვით და რა თქმა უნდა სწორი კონტაქტით. გასამართლებული პოლიტიკური ლიდერები ახსენეთ თქვენი პოლიტიკური ძალიდან და ალეკო ელისაშვილს ხშირად გსაყვედურობენ ხოლმე, ხომ, რომ არ ემიჯნებით მის
დანაშაულებრივ ქმედებას. ქართული ოცნების ფორმულირება ასე არის. მის სასამართლო პროცესი იყო აქვე ვიდრე შეკითხვას დავსვამ. ქმედებას არა, პიროვნებას არ ვემიჯნებით. ქმედებაზე ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სწორ ქმედებად. მაინც უნდა გავასუსტო. ხო, მას როგორც თქვენ პიროვნებას რა თქმა უნდა არ ვემიჯნებით და არც გავემიჯნებით. ალეკო არის. არა, პიროვნებაზე არ იყო, აქ არის საუბარი მის მე კონცეფტს ვასწავლ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ხო? ანუ თქვენ არ ემიჯნებით მას როგორც თქვენს თანაგუნდელს. ხო? ნახეთ, ალეკო არის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის, მოქალაქეების თავმჯდომარე. მე მაგალითად გახლავართ ლელოს წარმომადგენელი. როგორ უნდა გავემიჯნო სხვა პარტიის თავმჯდომარეს? ან აი გვეუბნებოდი რომ მოხსენით თუ რაღაც რა ფრაზას პაპაშულს უყავდა განსაკუთრებით ყოველმეორე დღეს წერდა და იქ პოსტავდა და გთაგავდა და ფოტოებს დებდა ჩვენსაც და დღემდე ვერ გავიგე სხვა პარტიის თავმჯდომარე როგორ უნდა მოხსნა. აი თქვა ეს მინდა. აი როგორ მოხსნა სხვა პარტიის თავმჯდომარე? ვინმე ვიცი? ან პოლიტიკურად გაემიჯნეთო როგორც ჩანს ეს განცხადება დააკლდა თქვენგან. სხვა რამე მინდოდა მეკითხა. მიუღებელია ის ფორმა პოლიტიკური ბრძოლის ის ფორმა რაც ახლა ალეკომ თქვა გამოჩია ეს არ არის ჩვენთვის ყველაზე სასურველი ფორმა და ამაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა პარტიამ სამ განცხადებაში თუ სწორად მახსოვს და ამავე დროს მე ჩემი პირით თქვი მცხელ დღეებში და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ალეკოსთან პიროვნული გამარჯვება თუ უნდა პაპუაშვილს დაბრძანდეს და დაგველოდეს ეგეთ რაღაც არ მოხდება. ხო. მესმის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. აი მართლა ტერორისტები ხო მაპატიეთ გაგაწყობ მართლა ტერორისტები ესენი ხო ბავშვებს იქ საწამლავებს უსხამდნენ და ღმერთოცხის დასაკეთებდნენ და არ უსხამდით და თუ არ უსხამდნენ ის კადრები ხო ნანახი გვაქვს თავში რო უთყამდნენ წაქცეულ ბიჭს. აი ის არ მოხდა? ხარება რომ მიათრებდა და აგინებდა და უთყამდა არ მოხდა და ესენი ეძახიან კაცს რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში იბრძოდა რომელიც არის აი მართლა პატრიოტი გულანთებული კაცი შევა ზედმეტად ემოციური მომენტებში ემოციური იმიტომ რომ ეს განცხადება ალბათ ემოციურობით ალალი გულის კაცი აი მართლა კობახიძე და იზიარებს თქვენს მოლოდინებს რომ კობახიძე და მდინარე და შეიძლება ჩემს გვერდით საკაში ჩასვანო რაც შეეხება ჩემს ქმედებას მაშინ უნდა დამეხოცებთ მოსამართლეები პროკურორები ამასაც ვფიქრობდი რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ სხვა შორის ამ განცხადებას წინ უძღოდა ძალიან მძიმე ფაქტების აღწერა ის ყვება რადიო თავისუფლების მასალაზე, სადაც პოლიციის სამართალდამცავების მიერ უმოწყალოდ ნაცემი აქტივისტი ქალი ყვება იმის დეტალებს თუ როგორ უღირსად ექცეოდნენ მას და ძალიან მძიმედ აისახა ეს მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ამას მოაყოლა შემდეგ ძალიან ემოციურად, მაგრამ მესმის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ პირობებში იმყოფება. სრულ იზოლაციაში არის. არ უნახავს ამდენი ხანია საკუთარი შვილები, ხო, მაგრამ ნუ ეს განცხადება აი ამ პოლიტიკურ ფონზე რამდენად შეასრულებს ქართული ოცნების ასე ვთქვათ წისქვილზე წყლის დასხმის თუ გნებავთ ცეცხლზე ნავთის დასხმის ფუნქციას. არ ვიცი რა ქართულებს ძალიან ნავთის დასხმა არ ჭირდება ზოგადად მიუხედავად მე ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს ინფორმაციაზე რაც ახლა ალეკომ გამოიყენა სამწუხაროდ და ეს ალეკომაც იცის ეს ეთერშიც მithქვამს და ეს არის ჩვენი პოზიცია ჩვენ არ ვთვლით რომ პოლიტიკურ ბრძოლას უნდა გქონდეს ამ ტიპის ფორმები მე ნამდვილად არ ვთვლი ასე ამავე დროს ვთვლი რომ ალეკო არის ძალიან მაგარი პატრიოტი იშვიათად აი ვიცი გიჟურად შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე და არის ადამიანი რომელსაც შეუძლია რუსეთის ფაშისტური ფედერაციის ჯარის წინ ფრონტის ხაზზე იბრძოლოს განსხვავებით აი ხალხისგან რომელიც ამბობს რომ არ მისულან ფრონტის ხაზზე კი არა არ თვითონ კობახიძეს აქვს ნათქვამი ამას ვახსენებ ხოლმე ხო მე არასდროს არ მყოფილ ვარ ასე იგი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან რა მინდოდა იქო თუ სწორად მახსოვს ესეც ხო მაგრამ ნამდვილად არ არის ნამყოფი ხო ალეკო წასულია და რუსეთთან ნაბრძოლი აქვს ფრონტის ხაზზე რეალურ ბრძოლაში აი რუსო უყურებ წინ რომელიც გესვრის ხო და სანამ ალეკოზე რამე სიტყვია მოდი ცოტა გონზე მოვიდნენ აი გარეთ ჩემი ერთ-ერთი კომენტარი მაგიმაზე ტერორისტო მას უწოდებენ პატრიოტ კაცს ხო საერთოდ გადახედავ რა დამართეს ამ ქვეყანას ტერორიზმი არ არის ქართველები გაქცეული რო არიან და ვინც აქ არის დაქცეული რო არის ეგ არის ტერორიზმი და ბავშვებს და ქალებს დაძდებ ქუჩაში და ხან ზოგ ზილიონკასო შეასხამდა ზოგს დახვდნენ ჟურნალისტო დახვდნენ თქვენს კოლეგას მაკაჩიხვაძეს და მართლა რაღაცა გადააგდეს თავით რომელი ერთი ვახსენო რომელი ეგ არ არის ტერორიზმი ალეკომ რომ რაღაცა ცადა ის ყოფილა ტერორიზმი ეგ არის მქონების დაზიანება ხო მაქსიმუმის რა ის ტერორიზმი